სოლიდარობა კავკასიელ ხალხებს მოსკოვის აქციების გამოძახილი თბილისში. დღეს 8 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ქუჩაში გამოვიდა და რუსეთში ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნის ფაქტები გააპროტესტა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაუშვებელია ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინება და ადამიანების შევიწროებისა და ფიზიკური ანგარიშtorების ფაქტზე რეაქცია თავად რუსეთის მოქალაქეებსაც უნდა ჰქონდეთ. სოლიდარობა კავკასიელ ხალხებს სკანდირებდნენ დღეს აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ეზოში. Შეიქმნა უნივერსიტეტის სტუდენტობა, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ კი მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს კავკასიელი ერის ინტენსიური დევნა. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ რუს ახალგაზრდებს და ასევე ყველა ახალგაზრდას, რომ გამოვიდნენ და აფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რომ სახელმწიფოში, რომელსაც დემოკრატიულობის განცდა აქვს, ამ შემთხვევაში გულისხმობ რუსეთს, არ შეიძლება ხდებოდეს ეთნიკური ნიშნით ხალხის დევნა. ქართველი ახალგაზრდები შევიკრიბეთ იმისათვის, რათა დავგმოთ ქსენოფობიური განცხადებები, რაც რუსეთში ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ არ იყოს დევნა კავკასიელების, მათ შორის ეთნიკური ქართველების.